საქმიანობა და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი იუბილარია. ისინი 175 წლის თავს აღნიშნავენ, მინდა სრულიად კოლექტივს დიდი სითბოთი და სიყვარულით მიულოცო ეს ძალიან სერიოზული თარიღი და მიუხედავად პანდემიისა, ყველა რეგულაციის დაცვით თეატრში ამ წუთებში რეპეტიცია მიმდინარეობს. ჩვენი ჟურნალისტი ანასტასია ცირეკიძე ჩაგვერთვება თეატრიდან. მოგესალმებით ანასტასია. გამარჯობა ტასო. გამარჯობა, მოგესალმებით. აბა გითხარი რა ხდება მან? გრიბოედოვის თეატრში. დიახ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში, რომელსაც საიუბილეო წელი აქვს. თეატრი 175 წლის გახდა. მას ქართული თეატრის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული ადგილი უჭირავს და მის ისტორიასა და ამჟამინდელ საქმიანობაზე სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ ვარსიმაშვილი გვესაუბრება. ბატონო ავთო, პირველ რიგში გილოცავთ საიუბილეო წელს. დიდი მადლობა, გამარჯობათ, მოგესალმებით. გთხოვთ გაიხსენოთ თეატრის ისტორიაში ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ფრაგმენტები და მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს. იცით რა, მე ხა ვერაფერ გავიხსენებ 175 წლის ისტორიის მქონე თეატრის გამორჩეულ ეპიზოდებს. ერთადერთი მე შემიძლია თქვა, რომ 20 წელიწადია ამ თეატრის ხელმძღვანელი ვარ და დაბეჭდებით შემიძლია გითხრათ, რომ ალბათ ჩვენი ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ ეს არის რუსულენოვანი ქართული თეატრი. ეს თეატრი ყოველთვის ემსახურებოდა საქართველოს, ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და მე ამაყება, რომ ასეთ თეატრში ვმუშაობ და ასეთ თეატრს ხელმძღვანელობ. რაც შეეხება ახლა გამორჩეულ რაღაცა ეპიზოდებს, ახლა ძალიან ბევრია, ჩვენი საეთერო დრო არ მოგცემს საშუალებას, რომ ახლა ორ წუთში ეს ყველაფერი ვთქვათ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თეატრი საკმაოდ წარმატებულია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ჩვენ ყოველწლიურად, ისეთი რეკორდსმენები ვართ საქართველოს თეატრებთან მიმართებაში, გასტროლების თვალსაზრისით და ეს ძალიან მახარებს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის სახელი, ქართული თეატრის სახელი და იქ არავინ არ გვებულობს ჩვენ როგორც რუსულ თეატრს, ყოველთვის გვებულობენ როგორც ქართულ თეატრს, რუსულენოვან ქართულ თეატრს. ძალიან უცნაურ გარემოში ვატარებთ ამ 175 წლის იუბილეს. მე მგონი ასეთ რამე სიზმარს კიდე წარმოვიდგენით, რომ ინტერნეტის მეშვეობით გვექნებოდა საიუბილეო თარიღის აღნიშვნა, მაგრამ სხვა რა გზაა. მაგრამ ჩვენ არ წყვეტთ მუშაობას, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, გვაქვს რეპეტიციები, მოგეხსენებათ 1 ნოემბრიდან გვაქვს უფლება, რომ მაყურებელი მივიღოთ, მაგრამ გვინდა რომ უკვე 1 ნოემბრისთვის ვიყვეთ ძალიან მზად და ვუჩვენოთ ახალი სპექტაკლები. ეს ჩვენი პირველი ახალი სპექტაკლები იქნება მიხეილ ბულგაკოვის ივან ვასილევიჩი, რომელსაც დგავს რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე. მე ნიკა თვითონ გეტყვით ორ სიტყვას თუ დაგჭირდებათ და გოგი მარგველაშვილი დგავს გოგოლის შეშლილის წერილები და იქნება იწყება მზადება საბავშვო მიუზიკლისათვის. დიდი მადლობა ბატონო ავთო, მე რეჟისორს და მსახიობსაც კითხავ, როგორია თეატრი მაყურებლის გარეშე? მოგესალმებით. პრინციპში ხო რაღაცა პერიოდი მძიმე იყო ყველასთვის, მაგრამ ჩვენ იგივე შემართებით, პრინციპში სარეპეტიციო პროცესი იგივეა, ხო, ისედაც რეპეტიცია მაყურებლის გარეშეა. დღეს ვართ მაყურებლის გარეშე, მაგრამ 1 ნოემბრიდან უკვე შევხვდებით მაყურებელს. მთავარია რომ მუშაობა მიმდინარეობს, ფორმაში ვართ და რაღაცა მოუთმელოთ. ძალიან დიდი მადლობა. მე გრიბოედოვის თეატრს კიდევ ერთხელ ვილოცავ საიუბილეო წელს და ვუსურვებ წარმატებულ პრემიერებს და რაც მთავარია, ერთგული მაყურებელი